სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის დანაშაულში ჩაბმა დამამძიმებელი გარემოება იქნება. ცვლილებებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ვადა არ უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის 2/3-ზე ნაკლები და იმავდროულად სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. მიზანი როგორც მოგახსენეთ არის რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის გავრცელდეს როგორც დამამძიმებელი გარემოება, როდესაც ჩემი აზრით ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ თავისი შინაარსი და ბუნებით ერთ-ერთი ყველაზე ამორალური დანაშაული არის სწორედ ის, როდესაც არასრულწლოვნების დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვა ხდება და კრიმინალები სარგებლობენ იმით, რომ ბავშვები შეიძლება იყვნენ უფრო მეტად მოწყვლადები და ხდენენ კრიმინალისტვის მათ გამოყენებას და ინსტრუმენტალიზაციას და რა თქმა უნდა სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას რომ ესეთი პირების მიმართ უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა გაატაროს.